თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილ დახმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ასევე მაყურებლებო, ვინც შემდეგ უკვე სოციალური ქსელით ჩვენს გადაცემებს უყურებს. დიახ, ეს არის ხონის სათემო რადიო, სადაც ხონის თემის ხმა ისმის უკვე რამდენიმე თვეა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო პროექტის ხარდაჭერისათვის DVV International საქართველოს, სადაც ჩვენ ამ პროექტს უკვე რამდენიმე თვეა ვახორციელებთ. და ხონის სათემო განათლების ცენტრთან ერთად აქტიურად უკვე პოპულარული გახდა ჩვენი გადაცემები. პრაქტიკულად გვეზრდება მსმენელები, უფრო მეტი ადამიანი ნახულობს ჩვენს გადაცემებს, ისმენს ჩვენს რადიოს, ჩვენ არა მარტო ვისმინებით, გვიყურებენ კიდეც, იძლევა უკვე ამის ტექნოლოგიები, ამის საშუალებას და ჩვენ რადიოში განებირებული ყავს ხონელები, ძალიან კარგი სტუმრები, ძალიან კარგი ადამიანები და დღეს ის შემთხვევაა, როდესაც კიდევ ერთი კარგი ახალგაზრდა კაცი უნდა წარმოვადგინოთ თქვენ წინაშე. ხონელებსთან მას წარდგენა დიდად არ ჭირდება, მაგრამ მე მინდა რომ ვინც ხონს იქეთაც გვიყურებს და გვისმენს და ასეთი ძალიან ბევრია, წარმოვადგინო ბატონი ალიკო ვეკუა. ალიკო ვეკუა გახლავთ ხონის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება არა თუ მხოლოდ ხონში, საერთოდ დედამიწაზე, სამყაროში უკვე არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ამბავი, განსაკუთრებით რეგიონებში, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შედეგებს მიღწევებს ჩვენ ქვეყანაში, სადაც ჩვენი ქვეყნის სახელს ასახელებენ ხოლმე და სპორტი ახლა უკვე ყველაზე მაღლა დგას ნამდვილად. როგორც წესია, ასეთი სპორტსმენები იბადებიან სოფლებში, რაიონებში, რეგიონებში. ჩვენ ამას ვუყურებთ ფეხბურთის მაგალითად, იგივე მამარდაშვილი ხონიდან მოგეხსენება და მისი ბაბუა ახლაც ხონში ცხოვრობს, როგორც ვიცი. იგივე ძალოსნობა, მძლეოსნობა, ჭიდაობა, ეს ტიპის სკოლა რეგიონებიდან მოდის ნამდვილად და ძალიან მნიშვნელოვანია მისი მხარდაჭერა და შექმნა. მე მინდა ბატონი ალიკო ვეკუა წარმოვადგინოთ ჯერ თქვენს წინაშე, თქვენს შესახებ მოგვიყევით, რა საქმიანობთ, რა საკეთებს და მე უნდა გითხოთ სასპორტო სკოლა, რა საკეთებს ამ წუთში და რა სახეობებია, რის განვითარებას უწყობთ ხელს. მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გითხრათ ამ შესაძლებლობებისთვის, სხვათა შორის პირველადა ვართ რადიოთი, ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ ვიყავით ტელევიზიაში, სადაც ესეც ზუსტად ესეთ ფორმატში იყო საუბარი, თუმცა რადიოში პირველად ვარ და ხონის სათემო განათლების ცენტრს და თვითონ მის წამყვანს თქვენ ბატონ დავით უღმესი მადლობა. დიდი მადლობა ბატონ ალიკო. წარმოვადგენ ამ გადაცემაში ხონის სასპორტო სკოლას, რომელსაც ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს და არსებული არის 1937 წელს და მას შემდეგ იგი ყოველთვის იყო არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, არამედ საბჭოთა კავშირის დროსაც, სადაც რამოდენიმე წარმატებული სპორტსმენი აღუზრდია და თქვენ აღნიშნეთ, რომ სპორტი ამ ბოლო დროს ძალიან დიდი ყურადღების და განხილვის სფერო გახდა, სადაც იდება ინვესტიციები, შენდება ახალი ბაზები და ტალანტები, რომლებიც რეგიონებში არიან გაფანტულები და საბოლოო ჯამში ავსებენ და აკომპლექტებენ კიდევ სხვადასხვა სპორტის საქართველოს ნაკრების ბაზებს. ერთ-ერთი ასეთი 2 დღის წინ მოხდა ასეთი ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, სადაც აქ ამ დასახლების მცხოვრებმა ახალგაზრდა გოგონამ მარიამ გუგლიანმა არაერთი ხელ გამიგონია მისი სახელი აქედან. ვერცხლის მედალი, 3 ვერცხლი ატაცში, აკვრაში და ორჭიჭში და მინდა მიულოცო ხონის სასპორტო სკოლას, ამ დასახლებას და სრულიად საქართველოს აღნიშნული წარმატება და ყველა სპორტსმენი, რომელიც მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა სპორტულ სახეობებში და საბოლოო ჯამში გააქვს კიდევაც საქართველოს სახელი სხვადასხვა ასე რომ ვთქვათ, ქვეყნის მასშტაბით. ერთგვარი სავიზიტო ბარათები არიან საქართველოს იგივე კვარაცხელია, იგივე გიორგი მამარდაშვილი ახსენეთ და ლაშა ტალახაძე და ძალიან ბევრი სხვადასხვა წარმატებული სპორტსმენი. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ახლა მე ეს არ ვიცოდი ახსენეთ 1937 წელს დაარსდა ხონშიო ეს სპორტის პირველი სკოლა ანუ ხო პირველად შეიძლება
პრაქტიკულად საუკუნოვანი ისტორია ამ სკოლის, ალბათ 90 წლის იუბილეს გაისათიზეიმებს თუ როდისა 27-ში, ხო? რა არის ამ სკოლის ისტორია? პირველად ვინ იყო ამ სათავეებთან ხომ არიცით და აი რა სახეობები დაიწყო თავიდან და დღემდე როგორ მოხვედით? ჩვენთვის ესეთი ზუსტად დეტალურად ეს ჩანაწერები ჩვენ დაინტერესებული ვიყავით ამით და არქივში გვქონდა კიდევაც რამოდენიმე სამუშაო დღე ჩაგეგმილი. ზუსტად ესეთ დოკუმენტალურად არის შემორჩენილი ძველი ჩანაწერები და ბრძანებების წიგნები, თუმცა კონკრეტ ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაცია არის დაკარგული, რომელიც ძალიან საინტერესო იქნებოდა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი. თვითონ საფეხბურთო კლუბი იმერეთი უსწრებს სასპორტო სკოლის დაარსებას 1 წლით, ეს არის 36-ში დაარსებული, როგორც ვიცით და 37-ში არის ეს ხონში საფეხბურთო კლუბი. ხონის საფეხბურთო კლუბი იმერეთ აი ცენტრალურ სტადიონზე რო თამაშობენ, ესა აი 1 წლით არის ხონის სასპორტო სკოლაზე. თავდაპირველად, როგორც ვიცით, აი რამოდენიმე სახეობა იყო, ტანვარჯიში იყო სასპორტო სკოლაში თავისთავად ესე იგი სხვადასხვა შენობებში უწევდათ ისა და ეს მოქმედი სპორტსკოლა, რომელიც ახლა არის 99-ში არის აშენებული ეს სასპორტო სკოლა, რომელშიც ჩვენ ხა გვაქვს ბინა განთავსებული, სადაც მიმდინარეობს ვარჯიშები და გარდა ამისა, რამოდენიმე სოფელში არის ხოლმე ჩვენი წრეები, მაგალითად სოფელ ქუტირში არის ჩვენი ტაეკვანდოს წრე, სოფელ გორჩი არის კიკბოქსინგის წრე და ანუ ეს სკოლა რამდენიმე აერთიანებს? გაერთიანება ეს როგორც აიპიან, ხო? კომპლექსური. ანუ ერთ შენობაში არა ხართ? არა, ერთ შენობაში არა ვართ, მაგალითად ჭადრაკის კლუბი ცალკე არის, ძალოსნობის დარბაზი ცალკე არის და ეს ორი ის კიდევ კიკბოქსინგი და ტაეკვანდო სოფლებში არის, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი ისეთი სოფლებისთვის, რომელიც რაიონულ ცენტრებს არიან მოცილებული. და ეს ყველაფერი ერთიანდება სასპორტო სკოლაში, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ. სასპორტო სკოლაში ერთიანდება, სულ არის 10 სექცია, გუნდური სახეობები და მათ შორის ინდივიდუალური სახეობები, სადაც 600-ზე მეტი ბავშვი გადის წვრთნებს, ასე რომ ვთქვათ და ღებულობს დაოსტატებას და შემდეგ ხდებიან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, სხვადასხვა გუნდებში, კლუბებში და აგრძელებენ კარიერას. ეს უფასოა ბავშვებისთვის სწავლება? სრულიად უფასოა? უფასო არის, მათ შორის ჩვენ უზრუნველყოფთ, ეს არის რადგან აიპი არის ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული მისი ბიუჯეტი და ჩვენ უზრუნველყოფთ ბავშვების არა მარტო უფასოდ სწავლას, არამედ მათ ტრანსპორტირებას, სასტუმროს ხარჯებს და კვების ხარჯებს, ოდესაც ისინი ტურნირებზე მიემგზავრებიან და სხვათა შორის არ შემიძლია არ ვახსენო ახალი წამოწყება, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის მიერ იყო ინიცირებული და მომავალ წელს ეს გასულ წელს წარმატებით განხორციელდა და დაინიშნა რობერტ შავლაყაძის სახელობის სტიპენდია წარმატებული სპორტსმენებისთვის, რომლებიც აიღებენ საერთაშორისო მედალს და მათ შორის საქართველოს პირველობაზე მიაღწევენ წარმატებას და რამოდენიმე ბავშვი უკვე ჩართულია ამ პროგრამაში, შარშან მიიღეს ეს ყოველთვიური სტიპენდიები და წლევანდელი ჩემპიონები მომავალი წლიდან გახდებიან და ეს ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წახალისება და სტიმულია, რომ გააგრძელონ წარმატები თავიანთი მოღვაწეობა. ყველა ეს თქვენი რაც ჩამოთვალეთ სოფლებში თუ ქალაქში ეს შენობები მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ყველაფრით უზრუნველყოფილია, შენობები პასუხობს სტანდარტებს, გარემონტებულია თუ არის ბევრად კიდე? ნახეთ როგორ არის აქ არის ხოლმე ზოგადად პრობლემები, თუმცა მეტნაკლებად პასუხობს ამ სტანდარტებს, თუმცა წელს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა დაანონსა, რომ 2026 წელი იქნებოდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების წელი და რამოდენიმე მსხვილი პროექტი კეთდება. ხონში გადაწყვეტილი არის ეს უკვე შეთანხმებულია მათ შორის და ამის პროექტებიც არსებობს, ახალი სასპორტო სკოლის მშენებლობა, ახალი ტექნიკური ბაზის, საფეხბურთო ბაზის მშენებლობა, სადაც სრულად იქნება აღჭურვილი ყველა იმ პირობით, რომელიც სჭირდებათ სპორტსმენებს განვითარებისთვის, ახალი რაგბის სტადიონი, ეს საქართველოს მასშტაბით ხორციელდება ეს პროექტები, რომ რაგბი განვითარდეს და აი ველოდებით ამ გაზაფხულს, სადაც უკვე დაიწყება ეს სამუშაოები, რომელიც სჭირდება სავარაუდოდ წლის ბოლომდე, ეს 2026 წლის ბოლომდე დასრულდება და სრულად განახლებული ბაზები ექნება
ადგილობრივ სპორტსმენებს რომ ივარჯიშონ და შედეგებიც რა თქმა უნდა გაიზრდება ამასთან დაკავშირებით. ბატონო, თქვენ თქვით რომ 600-მდე მოზარდი ბავშვი მოსწავლე არის დაკავშირებული თქვენ სკოლასთან. ეს არის ბევრია თუ ცოტა, უბრალოდ არ მაქვს სტატისტიკა სამწუხაროდ წინა წლებთან შედარებით და ამ 600 ბავშვიდან ძალიან კარგია სპორტს რომ მისდევს 600 ბავშვი, მაგრამ რამდენად არის იმედის მომცემი თაობა, რამდენად არის ისეთი თუ იბადებიან ან არიან უკვე ისეთები, ვინც შეიძლება თელ ქვეყანას და საქართველოს გაუთქვას სახელი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თვითონ მუნიციპალიტეტი არის მცირერიცხოვანი მოსახლეობით, ანუ არ არის დიდი მუნიციპალიტეტი, 600 მოსწავლე, რომელიც სხვადასხვა სექციაში არის განაწილებული, სრულიად ნორმალური ციფრი არის და მათ შორის ჩვენ 2 წლის წინ ყავდა მივაღწიეთ სარეკორდო ნიშნულს და ყავდა 9 ბავშვი საქართველოს სხვადასხვა სპორტის სახეობების ასაკობრივ ნაკრებებში, რამოდენიმე მათგანი წელსაც არის, ესა განსაკუთრებით ძალოსნები გამოირჩევიან ამით 4 ბავშვი არის საქართველოს ნაკრებში, მოჭი თავისუფალი ჭიდაობის ჯგუფებიდან არიან ნაკრებებში, ფეხბურთელი ყავს გოგონათა გუნდში, რომელიც ასევე 17 წლამდელთა ნაკრებში არის, ესა და ფრენბურთელი, რომელმაც გაიარა მომზადება საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში და ველოდებით მომდევნო გაგრძელებას, გამოძახებას ამაში. ასე რომ როგორც ასეთი არ ვართ სხვა რაიონებთან შედარებით, რამე ჩამორჩენაში პირიქით პერიოდულად საქართველოს სხვადასხვა ნაკრების ბაზები ივსება ხონელი სპორტსმენებით. მე უნდა გითხო თქვენ ფრენბურთი ახსენეთ ახლა გუნდ ალუბლებზე გოგონათა ფრენბურთის გუნდი პირადად თქვენ გიკავშირდებათ როგორც ვიცი და თქვენ ჩამოყალიბეთ ეს გუნდი აი ამ ფრენბურთის გუნდზე გითხარით ვინ არიან ეს გოგონები და რა წარმატებას აღწევთ და როგორ დაარსდა მოგვიყევით ამის შესახებ ერთგვარად ეს ამ გადმოსახედიდან ერთგვარად შეიძლება იყოს დაუჯერებელი ამბავი იმიტომ რომ არასდროს იმ 10 წლიან ისტორიაში დაახლოებით რომ ვთქვით ხონის სასპორტო სკოლაზე არ ყოფილა საფრენბურთო გუნდი და ჩვენთან ტარდება ასეთი ტურნირი 8 მარტს არის ხოლმე ფინალი ქალთა ორგანიზაციები ღებულობენ მონაწილეობას რომელიც მერიის ორგანიზებით უკვე რამოდენიმე წელია ტარდება და ძალიან დიდი რეზონანსი აქვს ხოლმე ამ ტურნირებს ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს და ძალიან ისეთ დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს ეს სპორტული შეჯიბრებები მაგრამ ესა მოყვარულები დიახ ეს მოყვარულები არიან და აი ამ ტურნირის დამთავრების 2 წლის წინ ჩვენ ქალაქის ხელმძღვანელობამ თქვა რომ იქნებ მიგვეცა საშუალება ხონელი გოგონებისთვის რომ ჩართულიყვნენ ფრენბურთის წრეზე ეს იმ ეტაპზე ძალიან რთულად განსახორციელებელი ამბავი იყო იმიტომ რომ არავინ არ იძებნებოდა ხონში ვისაც ნათამაშები ქონდა ფრენბურთი თავის დროზე ან ქონდა მწვრთნელობის ლიცენზია და ჩაერთებოდა ამ პროცესში და გააკეთებდა ასე რომ ვთქვათ გუნდს და მე ვთხოვე მუნიციპალიტეტის მერს რომ მე გამოვუყოფ ამ ბავშვებს დროს, დარბას, ინვენტარს მივაქცევ ყურადღებას, ვიდრე გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც დავნიშნავთ და შემდეგ გააგრძელებს ის მუშაობას და დავიწყეთ ისე რომ ჩვენ არც წესები ვიცოდით, არც არავინ არ გვიცნობდა და ზოგადად აი ისეთი დამოკიდებულება გქონდა რომ ეს იყო რაღაც გართობის და რაღაც იმის დონეზე და მე თვითონაც ვფიქრობდი რომ ეს დროებითი ამბავი იყო და არანაირად არ ვიქნებოდი ცხოვრებისეულად დაკავშირებული ფრენბურთთან თუმცა შემდეგ ერთმა თამაშმა მომდევნო თამაშებმა ბრძოლამ გამარჯვებისთვის დამარცხების ძალიან სიმწარემ და შრომამ და ასე შემდეგ ნელ-ნელა დაგვიდნენ გვერდით რაღაც საერთაშორისო ტურნირებზე მივიღეთ ეს მონაწილეობა და დღეობით ძალიან საქართველოს მასშტაბით ძალიან ისეთ წარმატებებს მივაღწიეთ მაგალითად გუნდს რომელშიც 2011-12 წელს დაბადებული გოგონები არიან ჩარიცხულები ზედიზედ 25 თამაში აქვთ მოგება არიან საქართველოს ეროვნული ფრენბურთის ფედერაციის გათამაშების ასეთი ტურნირი არის თანამეგობრობის თასი სადაც 8 გუნდი მონაწილეობს პირველ ადგილზე ვართ ამ ეტაპზე და პირველი წრე სამტრედიაში სრულდება 16 ნოემბერს და სხვათა შორის ძალიან რთული და დაძაბული ტურნირია და აი ლიდერობენ ამ გათამაშებას ჩემი ერთი გოგონა ანასტასია ფუტკარაძე
გახდა საქართველოს ჩემპიონი 2009 წლებში დაბადებულ გოგოებს შორის, ჯერ იმერეთის ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა, კლუბ ჯიკოს შემადგენლობაში და შემდეგ ამ კლუბთან ერთად მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, სადაც დაამარცხა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ბათუმის გუნდი და ვისარგებლებს სხვათა შორის ბატონო დავით ამ შემთხვევაში და ჩვენ საოცარ ბათუმელ მასპინძლებს კარგატონ ხათუნას, რომელმაც მოგვცა მრავალგზის შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ტურნირებზე ძალიან რთულია, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდა, ასეთ ტურნირებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მათი მხარდაჭერით და ხელშეწყობით ჩვენ თანდათან გავიკვლიეთ გზა და ჩვენს მასპინძლებს ცაგერში, სამტრედიაში, ყველას, ვინც დაგვეხმარა, რომ ხონში ასეთი ყოფილიყო ასეთი წლე და ასეთი სექცია და ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ხონის სასპორტო სკოლის არის ხოლმე ეს გუნდი, სადაც 30-მდე გოგონა არის დაკავებული და ეს არის ფაქტიურად მათი უბედნიერესი წუთები, სადაც ისინი ძალიან ხალისი და სიხარულით ატარებენ იმ რამოდენიმე საათს, რომელსაც ეს ჩვენი ვარჯიშებისთვის გვაძლევს ხოლმე საშუალება და ზოგადად რადგან ამ თემას და ფრენბურთს და გოგონებს შევეხეთ, ვფიქრობ, რომ გუნდზე უფრო მეტი არის ეს ჩვენი ერთობა, უფრო ოჯახი არის, რადგან ჩვენ დავთვალეთ შარშან სხვათა შორის ბატონო დავით და 32 დღე გქონდა ბავშვებთან ერთად ნაცხოვრები, როცა ჩვენ წავედით ტურნირებზე და სასტუმროებში დავრჩით, გავაკეთეთ სპორტული შეკრებები და ასე შემდეგ და ამდენ ბავშვთან ერთად ძალიან საპასუხისმგებლოსთან ერთად ძალიან საინტერესოა, როცა ხედავ, რომ როგორ ჭამენ ერთად, როგორ იღვიძებენ, როგორ ვარჯიშობენ. ანუ ერთ ოჯახად იქცა გუნდი. საერთაშორისო რას გულისხმობთ? ანუ საერთოდ ცხონდათ თამაში? ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი, სადაც ლატვიელები, აზერბაიჯანელები, სომხები და ირანელები იყვნენ ჩამოსული და სხვათა შორის მეოთხედფინალში ჩვენ შარშანდელ ტურნირზე ბაქოსთან დავმარცხდით და ძალიან გული დავსდა ცოტა ისეთ დაცაბულ ბრძოლაში და თან გვინდოდა რომ ესეთი ის პირველად ქონოდა ისტორიაში რომ ხონელებმა მოუგეს ბაქოს, თუმცა იმ წელს არ გამოგვივიდა წელს, ნახოთ რა იქნება და ვემზადებით. და წელს სატარდება. ეს ყოველ წელს ტარდება ბათუმში, მათ შორის ქვიშის ფრენბურთიც ტარდება ბათუმში, საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ჩამოდიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნების წყვილები და კლასიკური ფრენბურთის ფესტივალიც ასევე ბათუმში ტარდება, სადაც იქ გამარჯვება რაიმე საგზურს გაძლევთ საერთაშორისო ემაზე? ეს საგზურს არ გვაძლევს, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება გუნდისთვის, რომ აი შენ თანატოლებს, ლიტველებს, ლატვიელებს და ასე შემდეგ, მათ შორის ირანელებს და ბევრ სხვადასხვა წარმომადგენელს ეჯიბრები და ფაქტიურად შენ ღებულობ მონაწილეობა ძალიან დიდ საერთაშორისო ტურნირში, მით უმეტეს მნიშვნელოვანია, რომ ახალი დაწყებული გაქვს ეს საქმე და პატარა რაიონია და ბავშვებსაც არ აქვთ ხოლმე იმხელა გამოცდილება, რომ ხშირად მიიღონ ასეთ ტურნირებში მონაწილეობა. რამდენი წევრისგან შედგება ალუბლები? ალუბლებში ამ წუთას ირიცხება, ვინც მონაწილეობენ აი ამ შეჯიბრებებზე 21 ბავშვი. და ეს 21-ვე გაყვება ამ სპორტს თუ ჰობი იქნება? აი თვითონ საუბრებში 21-დან დიდ უმრავლესობას უნდა რომ ფრენბურთელი გამოვიდეს, თუმცა აი მე ასაკთან ერთად, რა თქმა უნდა, სწავლის პროცესი ერთვება, სტუდენტობა ერთვება და თავისთავად ვერ მოხერხდება ისე რომ 21-ვე გამოვიდეს ფრენბურთელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ცხოვრების ბოლომდე ფრენბურთი მათ ცხოვრებაში იქნება დღესასწაული, რომელიც სულ მათ გვერდით იქნება, მათ შორის მაშინ, როდესაც სტუდენტები იქნებიან, როდესაც დაოჯახდებიან და ეყოლებათ შვილები და ასე შემდეგ. ხომ არა, სხვათაობა წამოვა, ეს საქმე იმედია არ იქნება შუაგზაზე მიტოვებული თავისთავად და სხვათაობა წამოვა და ვინ იცის რა წარმატებას მიაღწიოთ სხვადასხვა დროს. კი ბატონო. ბატონო, ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ თქვენი სამსახურის შესახებ, თუმცა ჩვენს რადიო მსმენელებს რახან ამის ფორმატი იძლევა, რომ მთელი თითქმის ნახევარი საათი გვაქვთ, რომ რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი რამის მოსწრება შეიძლება, ჟურნალისტებმა იციან, რომ 2 და 3 წუთი რადიოშიც უკვე ბევრს ნიშნავს, ნახევარი საათი მეტად დიდი ბუბუნება, ბევრი რამეზე შეიძლება ვისაუბროთ. გვიაბეთ თქვენ შესახებაც სადაიბადეთ, როგორი ბავშვობა გქონდათ, როგორ მოხვედით დღემდე, რა გაიარეთ თქვენი ბიოგრაფიის შესახებ თუ შეიძლება. თქვენ ოჯახზე, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები? სიამოვნებით, დავიბადე 1985 წელს ხონში.
სწავლობდი თავდაპირველად შევედით პირველ საჯარო სკოლაში, თუმცა შემდეგ გადავედით 3 კლასის შემდეგ ასეთი სასწავლებელი იყო ივანე შარაშიძის სახელობის გიმნაზია, სადაც დავამთავრეთ ეს გიმნაზია ჩვენ ძმებმა ძმაური წლით უფროსია და ერთად ვსწავლობდით. დამთავრების შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გავაგრძელეთ სწავლა, დავამთავრე ასეთი ჰუმანიტარული ტექნიკური ფაკულტეტის სპეციალობით საინფორმაციო ტექნოლოგიები იურისპრუდენციაში. 2012 წლის შემდეგ ხელმძღვანელობდი იურიდიულ და სამანდატო კომისიას, 2 მოწვევა ვიყავი ამის ხელმძღვანელი და ამ 2 მოწვევის შემდეგ ხელმძღვანელობის თხოვნით გადავედით ხონის სასპორტო სკოლაში, სადაც წლებიდან დღემდე ვარ ამ სპორტ სკოლის დირექტორი. ძალიან რთული წლები იყო ჩვენი ბავშვობის წლები, სამოქალაქო ომები, რა ვიცი, ძალიან ბევრი კრიზისი, ფინანსური კრიზისიც, უმუშევრობაც, რა ვიცი, ხონში განსაკუთრებით იყო ეს შიდა დაპირისპირება სამეგრელოსთან, აქედან, აი მაინც 90-იან წლები ძალიან მტკივნეული იყო. თქვენ მაშინ ძალიან პატარა იქნებოდით, მაგრამ ალბათ გარკვეული დაღი დაასვა. კი ბატონო. ძალიან რთული პერიოდი იყო, თუმცა ჩვენ ვახერხებდით, რომ გქონოდა მეტნაკლებად მხიარული და ფერადი ბავშვობა და სხვათა შორის რომ ბატონო დავით ხა ვადარებთ ხოლმე ჩვენ ამ ჩვენი ბავშვობას და იმ პერიოდს და აბსოლუტურად განსხვავებული ბავშვობა იყო იმ განხრით რომ დღეს ბავშვების ძირითადი დრო და მთელი გონებრივი რესურსის თითქმის დაიკავა გაჯეტებმა და ინტერნეტ მოწყობილობებმა და ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით მდინარესთან სეარულთან, რა ვიცი, ძალიან ბევრი რამე ვიყავით მათ შორის მოედანზეც ვათენებდით და ვაღამებდით ფეხბურთის თამაში მარტივად რო ვთქვა და ძალიან იმ კრიზისული წლების მიუხედავად ძალიან ფერადი ბავშვობა იყო და ძალიან ტკბილად გვაგონდება ხოლმე აი ეს განვლილი წლები. სტუდენტობის დამთავრების შემდეგ ჩვენ ჩავერთეთ რამოდენიმე მეგობართან ერთად, რომლებიც შემოქმედებითი პროცესით და ლექსების წერით იყვნენ დაკავებული. ქუთაისში მწერალთა სახლში არსებობდა ასეთი ლიტერატურული გაერთიანება მარიოტა, სადაც გამოცდილი აი ძალიან ესეთი საოცარი ადამიანები იყვნენ ხოლმე აქ და მათთან ყურაშვილი და ესეთი ნანა გასვიანი. მაგრამ შენ ამისი ძალიან პატარა ხარ, კაცო, მაგა. პირველი სტუდენტობის პირველი წლები მქონდა, მაშინ დავდიოდით და აი ეს იქ გამოცემა იყო ასეთი ლიტერატურული ჯერ მარიოტა ერქვა, შემდეგ ია ასეთი დასახელების ჟურნალად გამოქვეყნდა, სადაც თანამედროვე მოქმედი ავტორების ლექსები იბეჭდებოდა და ჩვენ ამას ყოველდღიურ რეჟიმში ვეცნობოდით. თქვენ წერდით თვითონ? დიახ, წერდით ლექსებს და საინტერესოა. დიახ, ძალიან ესეთი ის იყო, რა ქვია, ისეთი წლები იყო, რომ აი შემოქმედებითად დატვირთული და არა, გამოცემული რაიმე თქვენ. რამოდენიმე ეს გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭერით, ერთი გამოიცა იმერეთში არსებული მწერლების ალმანახი, სადაც ჩემი რამოდენიმე ლექსიც არის შეტანილი და თბილისში საქართველოს მწერალთა კავშირმა გამოცა ასევე ასევე ალმანახი მერანი ასეთ დასახელები, სადაც იქაც არის დიახ ჩემი ლექსები შეტანილი, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ჩამოვცილდით ჩვენ ამ შემოქმედებით საქმიანობას და ამ გადმოსახედიდან ძალიან აი ყოველთვის გენატრება ხოლმე ის შემოქმედებითი წვის პროცესი, როდესაც ჩართული იყავი ამ იმაში, თუმცა რატომღაც ასე მოიტანა ამ წლებმა და შემდეგ იყო წლები, რომლითაც სამსახურეობრივად ვიყავით დაკავებული პოლიტიკით, ასე რომ ვთქვა და აქედან გამომდინარე 8 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მოხვდით სპორტში და სხვათა შორის ბატონო დავით რაღაცნაირად პოეზია და ფრენბურთი არ არის შორს ერთმანეთთან რო ვაკვირდები და ხო მინდოდა იცი მეკითხა თქვენ სერიოზული წარსული გაქვთ შემოქმედებითი ამას მე მოყვება პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება და ახახად სპორტში ანუ მე თავიდან რო მითხრეს რომ სპორტ სკოლის ხელმძღვანელთან უნდა ჩავწერო ინტერვიუ მეგონეთ სპორტსმენი რომელიმე დარგის ანუ როგორც ასეთი ახლა კუჩაში ფეხბურთი ყველას გითამაშია სერიოზული სპორტი თქვენ არ გითამაშიათ როგორც მივხვდი ხო ისე
სპორტი რამ განაპირობა ეს სიყვარული და ეს იმიტომ რომ თუ არ გიყვარს ეს საქმე ისე ვერ გააკეთებ. სპორტი როგორც ასეთი სერიოზული სპორტი პროფესიონალურ დონეზე გარდა იმისა რომ აი ბავშვობაში რასაც ვერთობოდით ხოლმე თუმცა ძალიან წდება გული რომ თავის დროზე არ ვიარე ჭადრაკის სექციაზე რადგან ძალიან მიყვარს ეს თამაში და ახლაც მოყვარულთა ტურნირებში სიამოვნებით ვღებულობ ხოლმე მონაწილეობას ესეთი ძალიან საინტერესო ეს არის ეს სპორტი თითქმის ხელოვნებასთან მისული. რაც შეეხება ამ სიყვარულს აი ამბავი რომელიც ჩვენ მოვყევით და ვთქვით ამ ფრენბურთის გუნდთან დაკავშირებით ეს წარმატება ვფიქრობ რომ უკავშირდება უპირველეს ყოვლისა იმ საოცარ თაობას ბავშვების რომლებიც მოვიდნენ და შეიკრიბნენ და ძალიან დიდ შრომას დებენ ამ ამბავში რომ იყვნენ წარმატებულები და გარდა ამისა აქ დიდ როლს თამაშობს ხასიათი მათ შორის მწვრთნელისაც რომ თუ გაგიუბრალო და მოგება და წაგება თუ კი დამარცხებული თამაშის შემდეგ სულ ერთია თქვენთვის მოიგეთ წააგეთ და ამაზე გული არ დაგწდა და რამის გამოსწორებას არ შეეცადეთ მაშინ არაფერი აქ არ იქნება რადგან სპორტია და ბრძოლაა და არეგუები დამარცხებას ცდილობ რომ უფრო მეტი შრომა ჩადო უფრო მეტი იმუშაო და ჩვენ კვირაში ვატარებთ ამ ჯგუფთან 5 ვარჯიში გვაქვს 2 საათიანი და სადაც ვხვეწავთ კომპონენტებს და ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვეცნობით მათ შორის YouTube-ის საშუალებით რამოდენიმე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ყავდა ჩამოყვანილი დასაწყისში და იქ ვეცნობოდით მეთოდიკას როგორ უნდა ჩატარებულიყო ეს ყველაფერი და გარდა ამისა ბატონ დავით უპირველესი და ამოსავალი წერტილი აქ არის თვითონ საქმის და ბავშვების სიყვარული გამორიცხულია რომ რამე ფულადი დაინტერესებისთვის რომ შედეგზე გახვიდე და აი თუ არ გიყვარს საქმე ვერაფერს ვერ შეძლებ იქ ვარჯიშის შესვლა სადაც ამდენი ბავშვი არის ხოლმე არის ძალიან დიდი ბედნიერება და დღესასწაული რომ ამდენ საოცარ ბავშვთან გაქვს ურთიერთობა შენ მათ უკვე წლები აიცნობ პატარები იყვნენ როდესაც ჩვენ ესენი ვნახეთ მათთან ერთად გავიზარდეთ და ყველას ატყობ რომ აი რაღაც დღეს იმ ბავშვს პრობლემა აქვს რაღაც ის რა ქვია და აი როგორც ერთი ოჯახი ისე ვაგრძელებთ ხოლმე ამ იმას და გარდა ამისა ასეთი ის მახსენდება ყველასათვის ცნობილი ძალიან კარგი ნაწარმოები თამაში ჭვავის ხანაში სადაც თავარი სელინჯერის სადაც თავარი გმირი ამბობს რომ მუშაობს დამჭერად ანა არის ჭვავის საოცარი ადგილია რომ ბურთი არ გადაუორეთ ბავშვს არ გადაიჩეხოთ პრაქტიკულად მე მინდოდა თქვენც ის შემედარებინეთ იმ გმირს რომელიც თაობას ხა ეს რა თქმა უნდა ალეგორიულად ამიტოა ის სოფლიო დონის რომანი რომ ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ იმ ბურთის დამჭერები სადაც ბავშვები არ გადაიჩეხონ კლდეზე და პრაქტიკულად ეს არის სპორტი და ეს არის საქმე რომელსაც თქვენ აკეთებთ კარგია რომ ასე ხედავთ ამ ყველაფერს ბატონ ალიკო ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოძებნებისათვის ჩვენთვის გაკუთვნილი დრო პრაქტიკულად ამოიწურა მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ რომ მოხვედით და გადაგიხადოთ იმ საქმისთვის იმიტომ რომ თქვენ ბევრი ისეთი საქმე გაქვთ ახალგაზრდა კაცი ხართ ბევრ რამე შეიძლება მოგესინჯათ ბედი მაგრამ თქვენ დაუკავშირეთ საქმე არა მარტო სპორტის ხელმძღვანელობას არამედ საქმის კეთებასაც იგივე რასაც ალუბლებში აკეთებთ და მინდა წარმატებები გისურვოთ და ბევრი დიდი სპორტსმენი გაზარდოს ხო რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენთან და ამითი ჩვენც ვიზეიმოთ ჩვენთვისაც დიდი სიკეთე იყოს და საკუთარი თავისსაც რა თქმა უნდა მე მინდა ჩვენს მსმენელებს შევახსენოთ ხონის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი დირექტორი ბატონი ალიკო ვეკუა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენს ვთქვათ ერთი კვირით დაგემშვიდობებით სადაც ასევე არანაკლებ საინტერესო ადამიანს წარმოადგენთ თქვენს წინაშე